ქვაშინაკვეთი კომპლექსის სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის სახელმწიფო პროგრამა უკვე ამოქმედდა. ამ დროისთვის ვარძიაში და შლისპირას მყოფი კლდის სტრუქტურის რამდენიმე მიმართულებით კვლევა და წყალმრიდის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ პროექტს მხარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი უჭერს. გადარჩენის პირველი, ანუ გადაუდებელი ეტაპი, რისთვისაც 9 მილიონი გამოიყო, ირაკლი ღარიბაშვილმა თავად მოინახულა. Institutul წლების განმავლობაში იყო ძალიან დიდი პრობლემები აქ მიმდინარეობდა ასე ვთქვათ ფრესკების დაზიანება და შემდეგ ძეგლის დაზიანება ასე ვთქვათ ასე რომ ამაში ხდება გადარჩენა ჩვენ დავიწყეთ ვარძიის რეაბილიტაციის პროექტი ეს პროექტი იქნება დაახლოებით 60 წელიწადზე ასე ვთქვათ გაწერილი ახლა ვაკეთებ ძალიან დეტალურ ანალიზს იცით რომ ხდება ყოველდღიური, ყოველწუთიერი დაკვირვება მილიმეტრებში ხდება აქ დაკვირვება და ძალიან სერიოზულ სამუშაოებს აქვს ადგილი. ვარძიის ძეგლზე ქვათაცვენის შესაჩერებლად, რომელიც მისი განადგურების მთავარ საფრთხეს წარმოადგენს, ამ დრომდე სხვადასხვა პრევენციული სამუშაოები გატარდა, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ მისი გადარჩენისთვის მსგავსი ქმედებები არასაკმარისი აღმოჩნდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკა ანთიძის თქმით, მსგავსი სამუშაოები ვარძიის ისტორიაში არ განხორციელებულა. ვარძია ნომინირებული არის 99 წელს სოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში და იმისთვის რომ სრულფასოვნად და თავისი ადგილი დაიმკვიდროს იუნესკოს ძეგლთა ნუსხაში, ამიტომ ვაკეთებთ მენეჯმენტ გეგმას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ლანდშაფტის კვლევის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იქნება თვითონ ვარძიისთვის და მისი ხარისხი, რა თქმა უნდა, აიწევს სოფლიო მემკვიდრეობისთვის უფრო მაღლა. დღესვე ვარძიის ისტორიული კომპლექსი მოინახულა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა. მიხეილ გიორგაძემ აღნიშნა, რომ კომპლექსის გადარჩენისთვის პირველადი სამუშაოები უკვე შესრულებულია. ამ ეტაპზე კი კვლევა ისევ მიმდინარეობს, რის შემდეგაც კონსერვაციის მენეჯმენტ გეგმა მომზადდება. პირველი სტადია შეიძლება ითქვას, რომ დასრულს მიუახლოვდა, ყველაზე პრობლემური ადგილები გამაგრდა, ინფრასტრუქტურა მოეწყო, გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა, წყალგადამყვანები გაიწმინდა და თავიდან აღდგა. შესაბამისად, ახლა ყველაზე რთული პრობლემები არის მოგვარებული, თუმცა ძალიან მასშტაბური კვლევა მიმდინარეობს, რომ ვარძიის ისტორიული კომპლექსის გადარჩენისთვის პროგრამის განსახორციელებლად იუნესკოს ექსპერტებთან ერთად ქვეყნის სამეცნიერო და საერთაშორისო ინსტიტუტები არიან ჩართულნი. სამუშაოების შედეგად მომავალი წლისთვის ჩვენ წლის ბოლოს მივიღებთ გეგმას, რომელიც რეალურად შემდეგი წლების განსახორციელებელი იქნება. თუ როგორ უმკურნალოთ ასე ვთქვათ ვარძიის პრობლემებს, როგორ მოხდეს ეგრეთ წოდებული ქანების კონსოლიდაცია, ანუ გამაგრება, რომ ეს ქვაზვავები და კლდეზვავები არ ხდებოდეს ვარძიის შემთხვევაში, ასევე გრუნტის წყალი, ჩამონადენი წყალი, რომელიც ძალიან აზიანებს ძეგლს, როგორ მოხდეს ამ წყლის აცილება. აი ამ მსგავსი ასე ვთქვათ რეკომენდაციები დაიდება წლის ბოლოს და შემდგომში განხორციელდება უკვე შემდეგი წლების განმავლობაში. როგორც ექსპერტები ამბობენ, ვარძიის ტურისტული განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება განათების მოწყობაა. ამისთვის კომპლექსში ახალი სისტემა დამონტაჟდა. ამიერიდან ტურისტებსა და მომლოცველებს ვარძიის მონახულება ღამის საათებში შეეძლებათ. კომპლექსის გადარჩენისთვის საბოლოო გეგმა კი მზად წლის ბოლოსთვის იქნება.